თბილისში დოლიძის 48-ში მდებარე სტარ-აიტის აკადემიაში სპეცოპერაცია ჩატარდა. ეს იყო სავარაუდოდ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. დეტალები ოფიციალურად ამ დრომდე არ ზუსტებოდა, თუმცა უფრო მეტ სიახლეს გვეტყვის ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან ნანო ჩაკვეტაძე. მანამდე კი შეგვიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ მისამართზე სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრი მუშაობდა. ნანო, დაზუსტდა თუ არა რამე კოლ-ცენტრთან დაკავშირებით? ნინო, 5 საათზე მეტია დოლიძის 48 ნომერში საბურთალოზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ადგილას, ამ ოფისში სამსართულიან შენობაში მიმდინარეობს უკვე, როგორც გითხარით, 5 საათზე მეტია სპეცოპერაცია. ამას ადასტურებს კადრები, რომლებიც ჩვენ გადავიღეთ. აქ ნიღბიანები არიან მობილიზებულები, ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება და რატომ ტარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურას. პროკურატურამ გითხრა, რომ ის არ არის შესული ამ შენობაში, ამ სპეცოპერაციას არ ადასტურებს, ასევე ვეკონტაქტეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯერჯერობით მათგან არ გვაქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, ისინი ახორციელებენ თუ არა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს. შესაბამისად რჩება ვერსიად ის, რომ შეიძლება საფინანსო პოლიცია იყოს ახლა სამსართულიან შენობაში შესული, სადაც სავარაუდოდ ჩვენი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით თაღლითური კოლ-ცენტრია განთავსებული უკვე წელზე მეტია, როგორც ამას აქ დოლიძის 48 და მიმდებარე ნომრებში მცხოვრები მოქალაქეები გვიდასტურებენ. გიჩვენებთ თუ როგორი ავითარება ადგილზე. პრინციპში მე-5 საათია უკვე, რაც გრძელდება აქ სპეცოპერაცია და ავითარება არის უცვლელი. ნიღბიანები არიან ის ტერიტორიაზე მობილიზებულები, არ გვაძლევენ შენობაში შეცვლის შესაძლებლობას, მხოლოდ პერიოდულად აძლევენ უფლებას, რომ სავარაუდოდ შევიდნენ თუ აქ მდებარეობს კოლ-ცენტრი, კოლ-ცენტრის თანამშრომლები ტერიტორიაზე. ნიღბიანები სავარაუდოდ ამ წუთებში იღებენ დოკუმენტაციას, შხრეკენ ოფისს, ამუშავებენ კომპიუტერებს, მასში მოთავსებულ მასალას, რასაც მოიცავს ზოგადად დაგეგმილი საგამოძიებო სამუშაოები. კოლ-ცენტრი სავარაუდოდ მდებარეობს ამ სამსართულიან შენობაში. აქ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია, სახელად სტარ-აიტი, სწორედ ეს აბრა არის ამ სამსართულიან შენობაზე გამოკრული. ამ ინტერნეტში ამ კომპანიის შესახებ იძებნება მხოლოდ მწირი ინფორმაცია და ვიგებთ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომ სტარ-აიტი, ეს კომპანია უკვე 20 წელია ოპერირებს ამ ბაზარზე. ადგილობრივები, როგორც ეს თქვენც აღნიშნეთ, გვეუბნებიან, რომ ეს არ არის პირველი სპეცოპერაცია, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქ პოლიცია მოდის და ატარებს სპეცოპერაციას, ატარებენ შესაბამისი უწყებების სპეცოპერაციას და მათ აქვს შემჩნეული და სავარაუდოდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როგორც გითხარით, რომ აქ სწორედ ამ საქმეზე ტარდება, თაღლითური კოლ-ცენტრების საქმეზე ტარდება სპეცოპერაცია. ჩვენ ვცადეთ კომუნიკაცია გქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც დატოვეს ცოტა ხნის წინ ეს შენობა, ასევე შემსრულებლებთან, თუმცა მათგან ბევრი ვერაფერი გავიგეთ, მაგრამ მოგასმენინებთ ჩვენს მცდელობებს, როდესაც ვცდილობდით მათთვის შეკითხვები დაგვესვა, თუ რა ხდება ახლა ამ სამსართულიან შენობაში. რატომ არ გვეუბნებით არაფერს? რა საგამოძიებო მოქმედებები გამართულებით? გითხარით. კოლ-ცენტრის საქმეზე ხდება რამე? ცოტი გამატარეთ თუ შეიძლება. რამე? რატომ არ გვეუბნებით? ნიღბიანები. აქეთ გადა. Где работа? ჩვენ არ ვსაუბრობთ რუსულად. საქართველოში ხართ და ილაპარაკეთ ან ინგლისურად, ან ქართულად. ჩვენ ლაპარაკობთ ქართულად, გეტყობათ და კოლ-ცენტრში მუშაობთ? აქ მუშაობთ? არა, შემეშვით, დამტოვეთ მარტო. ამბობენ, რომ აქ კოლ-ცენტრია, აქ მუშაობთ? თავი დამანებეთ. იზა და აღებული ხარ თუ რატო შეგიხარ და იბარეს? და რატომ არის ახლა ის გამოარია შესული? აქ მუშაობთ თქვენ? რა კომპანია? ხარით რა ტიპის კომპანია? აბა რატომ მიშვებენ? აქ ჩვენ და სხვა მოქალაქეებს არ მიშვებენ. აქ მუშაობთ თქვენ? ხალბატონო ლიზა, რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს? არ გითხრათ. თქვენ აქ მუშაობთ, თავდავეზა? თქვენ აქ მუშაობთ? კოლ-ცენტრიაო, აქ ამას ამბობენ ადგილობრივები. საათი დაახლოებით შრეკა მიმდინარეობს და ნიღბიანები არიან შეგნით მობილიზებულები. დაიწყო მე-6 საათი, რაც დოლიძის 48 ნომერში საბურთალოზე ამ სამსართულიან შენობაში, სადაც განთავსებულია ოფისი სტარ-აიტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია, სადაც როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ძირითადად რუსულ და უკრაინულ ენოვანი მოქალაქეები მუშაობენ. აქ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომლის ამსახველი კადრებიც ჩვენ უკვე გადავიღეთ და ამას მაყურებელი ახლა სავარაუდოდ პირდაპირ ეთერშიც ადევნებს თვალს. როგორც ნახეთ, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ გვიდასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ საერთოდ
საერთოდ რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, არათუ ის რომ ეს შეიძლება კოლ-ცენტრებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ადგილობრივები, მათ შორის მათი დიდი ნაწილი, რომლებიც ერიდებიან კამერასთან კომუნიკაციას, ამბობენ, რომ აქ არაერთხელ შეუმჩნევიათ, რომ ჩატარებულა სპეცოპერაცია სწორედ სავარაუდოდ თაღლითურ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. ჩვენ ველით მოვლენების განვითარება სავარაუდოდ ცოტა ხანში უკვე ფინანსური პოლიციის ესეც სავარაუდოა, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რომ აქ ნამდვილად ფინანსური პოლიციაა შესული, თუმცა დიდი ალბათობით ეს იქნება ფინანსური პოლიცია, რახან ფინანსურ მაქინაციებს, ფულის მითვისებას ეხება საქმე. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას ემსახურება კოლ-ცენტრები და რომ ეს უკვე ხშირი პრაქტიკა გახდა თბილისში, კოლ-ცენტრების მუშაობა, მათი თანამშრომლები აქტიურად ცდილობენ თანხების მითვისებას არა მარტო საქართველოში, არამედ ძირითადად პრინციპში საზღვარგარეთ, როგორც გითხარით, თქვენ პირდაპირ ეთერში ახლა ხედავთ, რომ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მათმა ორმა თანამშრომელმა დატოვა ტერიტორია. ისინი ჩასხდებიან ახლა მანქანაში, ტოვებენ ტერიტორიას, ერთი მათგანი ჯერ ისევ რჩება ადგილზე, თუმცა რასაც მოუკარი თვალი ვხედავ, რომ მათი ნაწილი, თანამშრომლების ნაწილი ჯერ ისევ რჩება ადგილზე, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ სპეცოპერაცია გრძელდება ადგილზე. სავარაუდოდ ახლა ნივთს მტკიცებებს აგროვებენ მასალებს, ამოიღებენ კომპიუტერებიდან, ამოიღებენ დოკუმენტებს, რაზეც ხელი მიუწვდებათ და სავარაუდოდ უკვე წაიღებენ ამას ექსპერტიზაზე. მოკლედ, როგორც გითხარით, მე-6 საათი დაიწყო, რაც გრძელდება დოლიძის 48 ნომერში სპეცოპერაცია, რომელიც სავარაუდოდ ეხება და უკავშირდება თაღლითური კოლ-ცენტრების საქმეს.